ესე იგი, როგორც თქვით, წინა ლექციაზე იყო შესავალი ნეირონულ ქსელებში, განსაზღვრეთ რა არის პერსეპტრონი, ანუ ერთი უჯრედის ბიოლოგიური ნეირონის მათემატიკური მოდელი, რა შესაძლებლობა აქვს, ანუ თქვით, რომ სიგმოიდ აქტივაციის შემთხვევაში ეს უტოლდება ლოჯისტიკურ რეგრესიას და ასევე ავაგეთ მრავალშრიანი პერსეპტრონი, რომელიც ვაჩვენეთ, რომ უბრალოდ იყო ეს რამდენიმე პერსეპტრონის გაერთიანება, განსაზღვრეთ რა არის შრე, ასევე TensorFlow-ს ვებსაიტზე, Playground-ზე გავაკეთეთ რამდენიმე ექსპერიმენტი, ვაჩვენეთ, რომ იქ რაღაც მარტივ მონაცემებზე როგორ შეიძლება ამ ნეირონების დასწავლა, თქვით რა არის პარამეტრი და ასე შემდეგ. თუმცა და ბეისიკები გავიარეთ PyTorch-ის ასევე და PyTorch-ზეც ავაგეთ პერსეპტრონი, რაღაცები ვაჩვენეთ, თქვათ PyTorch-ზე როგორ მუშაობს, აი ამ მონაცემებზე. თუმცა ჩვენ არ ვისაუბრია, მაგალითად, როგორ შეიძლება ეს ვასწავლოთ ამ ნეირონულ ქსელს. ანუ ერთადერთი რაც ვქენით, TensorFlow-ს Playground-ზე ქსელი დავატრენინგეთ და მერე უბრალოდ მე ეს პარამეტრები ხელით გადმოვიტანე და ვაჩვენეთ, რომ ეს ჩვენი აგებული კოდი მუშაობს სწორად. ანუ თუ ჩვენ ამ პარამეტრებს ხელით შევიყვანეთ, მაშინ მუშაობს, მაგრამ ეხა ისმის კითხვა, ეს პარამეტრები თუ გვაქვს, კარგი, მაგრამ მთელი უღამი არის ის, რომ ნეირონულმა ქსელმა ეს ნეირონული ქსელი დავატრენინგოთ. ანუ ეს პარამეტრები ვიპოვოთ, ესე რომ ვთქვათ, ამ დატრენინგების პროცესი ნიშნავს პარამეტრების პოვას. ოკეი. და ნუ ამას ეწოდება ტრენინგის პროცესი და დღეს გავივლით PyTorch-ზე როგორ შეიძლება დაიწეროს ეს ტრენინგის პროცესი. თუმცა ეს მარტო ნეირონულ ქსელებზე არ იქნება, ანუ ზოგადი პრინციპია და იგივე ლოჯისტიკურ რეგრესიაშიც. ეხლა მე მაგიტო ვახსენე, მაინტერესებდა, ანუ გავლილი გაქვს თუ არა ეს, იქაც დაახლოებით იგივეა, აქ უბრალოდ რაღაც მომენტები ემატება. ხო, და მერე ნუ დრო თუ დაგვრჩა, ასევე ვიტყვით მრავალი კლასის კლასიფიკაცია, როგორ შეიძლება. ანუ ეს სიგმოიდი ძირითადად არის ერთი სიგმოიდი ძირითადად არის ერთი ანუ უпростоრად ბოდიში ორ კლასზე, ანუ აი ამ შემთხვევაში გვქონდა ჩვენ იასამნისფერი ეს წერტილები და ყვითლად გარშემო და ჩვენ მიზანი იყო ამათი განცალკევება. თუმცა შეიძლება იყოს მესამე წრეწირიც, ან მაგალითად თუ რეალურ ამოცანას ვაკეთებთ, სადაც თქვათ არის შეიძლება იყოს მაგალითად რავი პირობითად მანქანების თქვათ ნომრების ამოცნობა და ნომერი შეიძლება იყოს პირობითად თუ მარტო ციფრებია, ბევრი კლასი თქვათ, 3 ციფრი თუა, 1000 კლასი იყოს. და ამ შემდეგ. გააჩნია ამოცანას. აი მოდი დავიწყოთ ახლა ტრენინგი. ანუ ეხლა პრინციპში ჩვენ მე გულისხმობ, რომ რაღაც საბაზისო პრინციპები ლოჯისტიკური რეგრესიიდან გავლილია, იმიტომ რომ ეხლა თავიდან ამის მოყოლას ალბათ აზრი არ აქვს, თუმცა დაახლოებით მაინც შეგახსენებთ, რომ ლოჯისტიკურ რეგრესიაში ჩვენ გვქონდა პარამეტრები, გვქონდა უცნობები, ანუ აი მაგალითად აქ რო დავწეროთ ესეთი რაღაც იყო, რომელშიც ჩვენ შედის რაღაც ინფუტი, ანუ ესეთი ფუნქცია და ქონდა რაღაც წონების მატრიცა, ეს გამრავლებული ამ ჩემ ინფუტზე და ეს იყო სიგმოიდში. აი დაახლოებით ესეთი ფორმა იყო. ანუ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს პერსეპტრონიც რეალურად იგივეა, თუმცა მრავალშრიანი ნეირონული ქსელს უკვე ბევრი შრი აქვს და იქ შეგვიძლია ასე ჩავწეროთ, რომ multi-layer perceptron X-ი, ეხლა ეს ძალიან ეს უბრალოდ მონახაზია, შეიძლება აცდენილი იყოს ცოტა რეალურ ფორმას, მაგრამ დაახლოებით გავიგებთ. გვაქვს ასეთ რაღაც, ანუ layer 1, X-ი, თქვათ, აქ მერე გვაქვს layer 2, layer 3 და ასე შემდეგ, ანუ ანუ ეს ჩემი input-ი X-ი გაივლის ბევრ layers და ანუ ესეთი, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც ჩახლართული, ესე რომ ვთქვათ, მათემატიკური ფუნქცია გამოდის მაინც. ანუ რო შევადაროთ logistic regressions, აქ უბრალოდ PV ფუნქცია არის
რომელსაც შემდეგ გვაქვს წრიული ფუნქცია გაივლის სიგმოიდ ფუნქციაში. ხოლო ამ შემთხვევაში გვაქვს ესეთი ჩახლართული ფუნქცია, ანუ ყოველი ლეიერის შემდეგ გვაქვს ეს სიგმოიდი, როგორც თქვით, და ან ბევრ ლეიერს გაივლის, ანუ უფრო კომპლექსური ფუნქციაა. და ნუ შესაბამისად, ეხლა მათემატიკიდან ვიცით, რომ წრიული ფუნქცია ანუ საკმაოდ პრიმიტიულია, შეუძლია მაგალითად გაყოს ისეთი კლასები, რომელიც fit გამოყოფადია და სხვა რაღაცები არ შეუძლია. ანუ ჩვენ თუ გვინდა კომპლექსურ დატაზე გამოვიყენოთ წრფივი ფუნქცია, მაშინ ეს ფიჩერები უნდა შევქმნათ კელით. აი როგორც გახსოვთ წინა ლექციაზე TensorFlow-ს ახლა გავხსნათ, მოდი. Playground. ამ წინა ლექციაზე ჩვენ ვანახეთ, რომ ეს მხოლოდ x1 და x2 თუ მაგალითად ეს შრეები გათიშულია ვერაფერს ვერ აკეთებს და დაგჭირდა ეს ხელით შემოგვეტანა ეს დამატებითი ფიჩერები, ანუ x1-ის კვადრატი, x1 გამერებული x2-ს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში უკვე შეუძლია, მაგრამ პრობლემა ის იყო, ესეც თქვით, რომ რაღაც რეალური ამოცანა თუ არის, ან მანქანური სწავლების ინჟინერმა თავი არ უნდა იმტვრიოს აი ამ დამატებითი ფიჩერების ინჟინერინგზე და ნეირონული ქსელი ზუსტად ამის საშუალებას იძლევა, რომ თვითონ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ მიხვდეს რა არის საჭირო. ხო. ესენი ვისაუბრეთ წინა ლექციაზე და ეხლა ლოჯისტიკურ რეგრესიაში იყო ასეთი რაღაცა, რომ ძალიან ზოგადად შევეხები, რომ ქონდა ესე იგი loss ფუნქცია. ანუ პირველი და ამ loss ფუნქცია და ასევე ქონდა ფუნქციის მინიმუმის პოვნა. და ამის ალგორითმი იყო gradient descent. ხო, ეს ნუ იდეა რა არის, რომ ესე იგი ჩვენი მიზანი არის, რომ ნებისმიერ მოდელში გინდ ლოჯისტიკური რეგრესია იყოს, გინდ ეს მრავალშრიანი ნეირონული ქსელი, ჩვენ გვაქვს რაღაც პარამეტრები, ანუ ამ შემთხვევაში W და ამ შემთხვევაში W1, W2 და რამდენი შრეც არის, ანუ თქვა WN-ი. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს პარამეტრები ისეთნაირად შევარჩიოთ ამ დასწავლის პროცესში, რომ საბოლოოდ ეს ამოცანა ამოხსნათ. ხო და ეხლა მათემატიკურად ეს რაც თქვი, ანუ ჩაიწერება ასეთნაირად, რომ ჩვენ ვადგენთ loss ფუნქციას და ეს loss ფუნქცია ისეთნაირად არის შედგენილი, რომ ამ loss ფუნქციის მინიმუმის წერტილი არის ზუსტად ის ჩვენი W-ები, რომლებიც გვინდა. ანუ მე თუ მაქვს ესე იგი ან მე მაქვს loss ფუნქცია, ვაკეთებ ამის მინიმუმის პოვნას. და შემდეგ ამ ზუსტად ეს W-ები, W1, W2 და ასე შემდეგ. ხო, და ეხლა აქ რა ხდება? ანუ ჩვენი მიზანი არის პირველ ჯერზე რომ ეს loss ფუნქცია განსაზღვროთ, რომელიც ყველაზე მარტივ შემთხვევაში იგივეა, რაც ლოჯისტიკურ რეგრესიაში გაიარეთ. ანუ ეს იგივე რჩება. მინიმუმის პოვნის ალგორითმი ეს gradient descent-ი ესეც ლოჯისტიკურ რეგრესიის თემაა და ანუ აქაც თითქმის იგივეა. ფუნქციის, თუმცა ერთი სხვაობა არის პატარა და რაზეც მე ვიტყვით. და ეს ჩვენ W1, W2 და WN-ი, რასაც ვიპოვით, იქ ჩავსვათ შემდეგ ამ მემებრში. ხო, აი დაახლოებით ესეთი პროცესი უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ PyTorch-ზე. და მოდი ახლა ამ ყველაფერს მივყვეთ ნელ-ნელა, ანუ ეს წინა ლექციის კოდია, ისე ამას გავუშვებ.
ის რა refresh-ად რაღაც აღშვებას. აი runtime-ი Okay, ეს გაეშვა. ეს ნახოთ რომ მართლა გვაქვს. და ეხლა ამას გამოვტოვებთ, ეს თვითონ perception-ის აწყობაც პრინციპში არ გჭირდება, აქ მარტო აი ამ კლასებს გავუშვებ, რაც დაგჭირდება. ეს თვითონ მონაცემებიც დაგჭირდება, ეს რაც ავაგეთ, ამასაც გავუშვებ. ხო, აი ეს თვითონ ხო, ეს არ გამივლია პრინციპში, აი ეს ნაწილი. ანუ ესეც ალბათ ლოგისტიკურ რეგრესიის თემა არის. ნუ ალბათ კი არ არის. მაგრამ მაინც შეგახსენეთ, აი ეს sigmoid ფუნქცია რო წარმოვიდგინოთ, აქ უბრალოდ კოდი მაქვს, სხვადასხვა აქტივაციის ფუნქციებს ხატავს რა უბრალოდ. და ნუ sigmoid-ი რო ვნახოთ, აი ესეთი ტიპის ფუნქციაა. ესე იგი, განსაზღვრის არე, როდესაც 0 წერტილში რო ვართ, არის 0.5 და შემდეგ როდესაც მარჯვნივ x ღერძზე მარჯვნივ მივდივართ უსასრულობაში, ეს y ღერძზე 1-ს უახლოვდება, თუმცა 1-ს არასოდეს არ ცდება და ასევე მინუს უსასრულობაში მივდივართ 0-ს უახლოვდება. ანუ რეალურად ეს ჩვენ შეგვიძლია ამ ფუნქციით გამოვსახოთ ალბათობა. ხო, აი მონეტის აგდებისას, ანუ ესე იგი 0.5 0.5 არის 0-ზე, ანუ შუა წერტილი და ვთქვათ 1-დან 0-მდე, ანუ ალბათობას გვაძლევს. და ნუ ორობით კლასიფიკაციაში, აი ვთქვათ სურათზე არის თუ არა ადამიანი, ვთქვათ, ანუ იმეილი სპამია თუ არ არის სპამი, ვთქვათ. და ასე შემდეგ. ხშირად გამოიყენება ეს ფუნქცია, რომ უბრალოდ რაღაც event-ის, ანუ ვთქვათ სპამია თუ არა, ვთქვათ სპამის ალბათობა მოგცეს. და მაგიტო ორობით კლასიფიკაციაში დეფოლტად აი ამ sigmoid-ს ვიღებთ ხოლმე ბოლო შრეზე. თუმცა ჩვენ თქვით, რომ ასევე აქტივაციის ფუნქციები ყოველ შრეზე უნდა გამოვიყენოთ ნეირონული ქსელის და ნუ საშინაო დავალებაც იყო თუ არ ვცდები, რომ TensorFlow Playground-ზე აი ეს სამივე ფუნქცია შეგვედარებინა დაახლოებით გვენახა რა როგორ მუშაობს. და ასევე დავალება იყო რა მოხდება თუ შიდა შრეებზე საერთოდ არ გამოვიყენებთ ამ აქტივაციის ფუნქციებს. არც ერთ. ნუ ესეც აი ამის საშუალებით ამაზე პასუხისგაცემა ძალიან მარტივია, უბრალოდ რა წერია, უნდა ჩაატაროთ ექსპერიმენტი, აი აქ აქტივაციის ფუნქცია უნდა დააყენოთ წრფივი, ანუ წრფივი ნიშნავს, რომ არაფერი არ ხდება რეალურად, აქტივაციის ფუნქცია არ გვაქვს. მათემატიკურად ნიშნავს, რომ ეს წრფივი იგივური ასახვა არის რეალურად და ანუ რაც შედის იგივე გამოვა რა. აი ეს. უბრალოდ უნდა ჩაატაროთ ეს ექსპერიმენტი და ნახოთ რა შევიდა. ხო. ნუ ეს არის სხვა აქტივაციის ფუნქციები, აი ესეც ხა ამის ხა არ გჭირდება რეალურად. ხო, ეს მოდი გავუშვათ, ესეც დაგჭირდება. ეს ჩვენი ნეირონული ქსელი, ესეც გავუშვათ. ხო, და ეხლა მოდი დავიწყოთ უკვე ამ ნეირონული ქსელის ტრეინინგისთვის მზადება. ნუ პირველი რაც უნდა აიხსნას, აქ არის რომ ეს ჩვენი ნეირონული ქსელი, ანუ MLP რაც არის, ანუ ჩვენ ვახსენეთ ფორმულაში, აი აქ პარამეტრები, ხო, ეს W-ები. ანუ პარამეტრები ქონდა ლოგისტიკურ რეგრესიაშიც და პარამეტრები გვაქვს აქაც. ეხლა მოდი ვნახოთ PyTorch-ში სად ინახავს ამ პარამეტრებს, ანუ პირველი ეს არის მნიშვნელოვანი. აი გვიყავით. Okay, ანუ ამ ჩემ MLP-ს აქვს ლეიერები, აქ მაქვს სამი ცალი ლეიერი და თითოეულ ლეიერზე არის ეს შრე, ანუ ესე რომ ვთქვათ, input-ი არის 3, პირველ შრის output-ი 6, მე მეორე პირველიდან მეორე შრეზე გადასვლა ისევ 6-დან 6 და მე 6-დან 1, ხო? აი ეს ყველაფერი ჩვენ თუ გახსოვთ, აი აქ კლასი როდესაც აღვწერეთ, წერია module list-ში, layer.module list-ში. ანუ ახლა PyTorch-ს აქვს ესეთი რაღაცა, რომ როდესაც ჩვენ module list-ს ვქმნით, ეს PyTorch-ში ავტომატურად ამ module list-ში რა ლეიერებიც ჩავყარეთ, იმის
იმათ უყურებს, როგორც პარამეტრებიან ტენზორებს. ანუ ეს რას ნიშნავს? ეხლა მე რო აქ ავიღო მაგალითად ჩემი მოდი ამას მივანიჭოთ რაღაც ცვლად ესე MLP წერტილი layers თქვათ ეს უნდა იყოს მართლაც modulist მასივი 3 ელემენტიანი თქვათ ავიღოთ პირველი შრე აი ეს და ამ შრეში ავიღოთ თქვათ ესე არ არის ერთი წამით მოდი ეს გადავიყვანოთ ლისტში Python-ის ლისტში ჯერჯერობით ხო ეს ცალკე მაგ შემეშალა წერილი layer 2 იმ ანუ სავარაუდოდ ამას ვიყენებთ ხო ამას ვიყენებთ და აქ ქონდა ჩვენ layer-ი ანუ აი ამას უნდა მივწვდეთ ესე იგი აქედან წერტილი layer ანუ ამან მოგცა ეს შრე და ნუ შრე როგორც წინაზე ვთქვით ჩაიწერება მატრიცის სახით ანუ ამას აქვს weight ანუ ეს არის ჩვენი შრის მატრიცა ნუ ამის ზომა არის 6-3-ზე იმიტომ რომ input-ი არის 3 output-ი არის 6 და PyTorch-ში ინახავს 6-3-ზე ან პირიქით ინახავს 6-3-ზე მატრიცაში ინახავს ანუ ეს არის ყველა input-ი რო დაუკავშიროთ ყველა output-ს ფაქტიურად ანუ input-ის შრიდან პირველ hidden layer-ზე გადასვლის მატრიცა არის და ყველა შეერთებაზე ну სამჯერ 6-18 შეერთება გვაქვს და შესაბამისად 18 ცალი რიცხვი გვჭირდება აქ აი ეს weight-ები რაც წინა ლექციაზე დავხატეთ ხო და ეხლა ამ weights აქვს ესეთი რაღაცა კიდევ არის აქ bias ну ეს bias-იც ვახსენეთ რას ნიშნავს უბრალოდ რაღაცები რაც ემატება და ესეც ეს არის 6 ცალი, იმიტომ რომ შემდეგ შრეზე რაც არის ზუსტად იმათ ემატება, ანუ ეს 18 ცალი არ გვჭირდება. ანუ აქ გვაქვს ესე იგი weight და გვაქვს bias. ორი რაღაცა აქვს თითოეულ შრეს. ოკეი. ეხლა დავუბრუნდეთ ისევ აი აქ ზემოთ რაც გვაქვს, ანუ ლოგისტიკურ რეგრესიაში ჩვენ როდესაც ქონდა loss ფუნქცია ანუ ეხლა ჯერჯერობით თქვით რომ ეს პარამეტრები როგორ ინახება PyTorch-ში, ხო? ეხლა უნდა ვთქვათ თქვენ პირველ რიგში მოდი ჯერჯერობით დავიწყოთ აქ რა გვაქვს კოდში და ისე გავუყრეთ. ოკეი. აი პირველ ეს მოდი არ გვინდა, მოდი ჯერ ვთქვათ ეს მონაცემები, ანუ ტრენინგის მონაცემები როგორ წარმოვადგინოთ PyTorch-ში. პირველ რიგში ხო მოდი ესეთი, ანუ აქ ხო ქონდა ეს ფუნქცია, რომელიც ამ წერტილებს ხატავს, აი ამ წერტილებს და ჩვენ დავხატეთ word-ები, სადღაც 400 წერტილი იყო, ხო, 400 წერტილი იყო და ეს აქ მე მიწერია train x-train x-test-ი, y-train და y-test-ი. ანუ ეხლა ესეთ კითხვა მაქვს, აი ვინმე რომ მითხრას, თქვათ რა წინა ლექციებიდან რა საჭიროა მონაცემების გაყოფა train-ზე და test-ზე. ანუ რატო ვაკეთებთ ამას? დაუშვათ არ გავყავით და რა მოხდება თქვათ. ხო, ну, გაყოფა საჭიროა, იმიტომ რომ რო არ გავყოთ მონაცემები ჩვენ ვერ ვიტყვით ეს მოდელი მე რო დავატრენინგო და მივცე ვინმე სხვას და იმ სხვამ გატესტოს, რამდენად კარგად იმუშავებს. აი რო წარმოიდგინოთ, ეხლა თქვენ ვიღაცამ შეგიკვეთათ რაღაც მოდელის დამზადება, თქვათ
უნდა რომ სურათზე ამოიცნოს თქვათ ანუ კამერა აქვს თქვათ და კამერიდან უნდა ამოიცნოს ეს კამერა თქვათ მაღაზიაში აყენია და ვიღაც თქვათ ქურდი შევიდა თუ არა და თქვენ აიღეთ სურათები, დაიწყეთ მოდელის დატრენინგება, მე ეს კამერა თქვათ მიეცით ყიდველს და ვინც ყიდულობს და იმან თავის რაღაც სურათებზე გატესტა. თუ თქვენ არ ვიცით, არ გვეცოდინება ის როგორ იმუშავებს, თუ მე არ გავაკეთებ სიმულაციას იმისა, რომ მოდელს რაც ვასწავლე, უნდა შეეძლოს სხვა რაღაცაზე მუშაობაც. იმიტომ რომ თუ მე ეს მონაცემები არ გავყავი, შეიძლება უბრალოდ მოდელმა დაიზებიროს ეს ჩემი 400 თუ 100 თუ რამდენი წერტილიც მაქვს ამ შემთხვევაში ყველა უბრალოდ არის ამის თეორიული შანსი, თუ მოდელი საკმაოდ დიდია, რომ უბრალოდ დაიზებიროს და ვერაფერი ვერ ქნას, როდესაც რაღაც სხვა წერტილს მივცემთ. ანუ რეალურად დატაში, ანუ იმას კი არ მივხვდებს, რომ აქ მე პირობითად მაქვს წრე. მაგას კი არ მივხვდებს, უბრალოდ ყოველი წერტილის კოორდინატი დაიძებიროს და ასეთ შემთხვევაში მე თუ რაღაც სხვა წერტილს მივცემ, იმაზე უკვე პასუხს ვერ გამცემს, იმიტომ რომ ეს წრის პატერნი არ ექნება დასწავლი. ანუ ამას ქვია სხვა ტერმინებში overfit-ი, ანუ overfit-ი არის, როდესაც მოდელი სწავლობს რეალურად noise, ან noise-ი არის ის რაც არ არის data, ანუ ამ შემთხვევაში აი აქ მე მაქვს პარამეტრი noise, რომელიც შემიძლია გავზარდო. აი როგორც ხედავთ, noise-ს რო ვზრდი, აქ ეს წერტილები გაფანტულია, აი მაგალითად ეს ლურჯი წერტილი არის ზედა წრეში წასული. ეს noise-ია, იმიტომ რომ რეალურად აქ არ უნდა იყოს და მე თუ ამ noise-ს შევამცირებ და დავსვავ 0-ზე, მაშინ ძალიან სუფთა მონაცემებია, ესე რომ ვთქვა და რეალურ სამყაროში ეს data არის noise-ი, ესე რომ ვთქვა, ანუ ხმაურიანი, იწოდოს ასე გაფუჭებული, რაღაც სურათები იყოს გაფუჭებული, რა ამოცანაზეც მუშაობთ და მოდელს უნდა შეეძლოს განზოგადება, ანუ ამ noise-ზე დიდი ეფექტი არ უნდა ქონდეს რა. ხო, ნუ ეხა აქ ეს რეალურად მიმოხილვა იყო. მე არ შეგიძლიათ რომ კითხვა პირდაპირ ლაივში დასვათ, იმიტომ რომ აქ მე არ ვკითხულობ ხოლმე ამას ეხა შემთხვევით კაი ხა წავიკითხა, ანუ დატასეც რა ვერ შევაფასებთ მოდელის მუშაობას თუ სატესტო ხო, ეგ ერთი პასუხია კი. ვერ შევაფასებთ, თუმცა სრული პასუხი არის, რომ აი ხა რაც ვილაპარაკეთ. ანუ ჩვენ უნდა გავმარტოთ რა არის overfit-ი, რა არის noise-ი და ჯამში ესეთი რაღაცა. თუმცა ხო, ეხა ვინც თქვათ ვერ გაიგო, იმათვის მინდა თქვა, რომ ეს ეხა რაც ვილაპარაკე მე, ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია ერთბაშად და თუ თქვათ წინა ლექციებიდან ეს არ გაქვთ გავლილი, საკმაოდ რთული იქნება ამის გაგება და მე იდეაში არც ფიქრობ ეხა რომ ყველა მომყვება, თუმცა ეს უნდა ითქვას, ანუ ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეხა შემდეგზე რასაც ვისაუბრებთ, რომ მარტო ამ ლექციაზე არა, ყველა ლექციაზე, რომ ეს მონაცემები უნდა დაიყოს ყველა ვარიანტში და უნდა ვიცოდეთ ძალიან ელემენტარული მიზეზი, მაინც რატო უნდა გაიყოს, ანუ რაღაც დონეზე წარმოდგენა უნდა გქონდეს ეს, რატო ყოფთ დატას, იმიტომ რომ ეს საერთოდ ყველგან პირველი რაც კეთდება არის დატის გაყოფა. ოკეი, და აქ ხა მაგის კოდი მიწე, ნუ კოდის მხრივ ხა ძალიან მარტივია ეს. უბრალოდ Python-ის მასივის ლისტის გაყოფა არის, თქვათ, აიღებ პირობითად 80% ან 70% მოდელის გაწვრთნისთვის და ამას ეწოდება, ამას ხშირად უწოდებთ ხოლმე X ქვედა ტირე და train და დანარჩენი 20-30% ტესტირებისთვის და ამას უწოდებთ X test. ეს Y-ი არის უბრალოდ ლეიბლები. ანუ ლეიბლი რას ნიშნავს, ხო? აქ ესე იგი თუ X-ი ამ შემთხვევაში იქნება ამ წერტილის კოორდინატი, ანუ ორი ცალი რიცხვი X-ი და Y-ი და ლეიბლი იქნება ლურჯია თუ ყვითელი, ანუ
1 ან 0 ამ შემთხვევაში ორობითი კლასიფიკაცია, ანუ ესეც მნიშვნელოვანია რომ ითქვას თუ ვინმე სხვაც არ იცოდა რატო გვაქვს label. ხო, და ნუ ყოფთ data-ს ეს ნუ PyTorch-ის აქ რეალურად ეს წინა ლექციაზე ვთქვით რომ from numpy ნიშნავს რომ უბრალოდ numpy-დან შევქმნით tensors ისე რომ ეხსიერებას არ დავაკოპირებთ და ტიპს დავაფიქსირებთ რომ არის float 32 იმიტომ რომ numpy თუ არ ვწდები default-ად 64 ბიტიან float-ში აკეთებს აი მოდი დავარწმუნდეთ ეგრეა თუ არა ხო, ან default-ად 64 ბიტიანია და ჩვენ გვინდა 32 ბიტი. ნუ ესეც პატარა ნიუანსია, ეხა აქ კრიტიკული მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება, თუმცა მაგალითად აი ძალიან დიდ მოდელებში, როდესაც აი თქვა GPT-ის დონის დიდ მოდელს ატრენინგებ, იქ მეხსიერების ორჯერ შემცირება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რა მილიონობით დოლარზეა საუბარი. ასობშება 10-ობით და ასობით მილიონიც დაიზოგოს, აი ესეთი პატარა რაღაცით რა. და ნუ უბრალოდ რო ვიცოდეთ PyTorch-ში ეს როგორ კეთდება, რომ ეს ჩვენი მატრიცა გადავიყვანოთ float 32-ში. ოკეი. ხო, ნუ ეს train set-ი და dev-ი ამ შემთხვევაში ნიშნავს development და ბევრი test sets და development sets სინონიმებად მოიხმარს, თუმცა რეალურად ზოგ აპლიკაციაში dev set-ი და test set-ი განსხვავდება. თუმცა ახლა ჩვენ არ ჩავეძიებით და dev sets და test sets სინონიმებს დავარქმევთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მარტივ მაგალითს ხსნით. ხო, და ნუ რა მივიღეთ, ესე იგი train set-ი 280 წერტილი გვაქვს და test set-ში გვაქვს 120 წერტილი. ხო, და ეხლა ვაგვქნით datasets, tensor data. ეს არის სუფთა PyTorch-ის რაღაცა, ანუ ეს მასში თეორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, უბრალოდ PyTorch-ში ესეთი კლასი უნდა შექმნა, რომელიც არის ამ შემთხვევაში აი ამის subset-ი და ეს გვაძლევს ორ ფუნქციას, ანუ პირველი არის get item-ი და len-ი, ანუ ეს get item-ი უბრალოდ Python-ში ვინც არის ის ნიშნავს, რომ აი ამ კლასის ობიექტს ან აი ამ კლასის ობიექტის ინდექსირებას ახდენს, ანუ მე რო შევქმნი აქ training DS უდრის აი ამას. აი ეს არ გამიშვია. მე ხა შემიძლია რომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. yes და აქ რო დავწერო 0, ეს მომცემს პირველ ელემენტს, ანუ პირველი წერტილი x და y კოორდინატებით და ერთიანი. ნუ ამ შემთხვევაში ერთიანი ნიშნავს, რომ ვთქვათ, რომელიღაც კონკრეტულ წრეწირს ეკუთვნის. ლურჯს ან ყვითელს, ახლა რომელი არ მახსოვს. კი, შეგვიძლია დავადგინოთ. ერთიანი ნიშნავს იმას. ლურჯი წერტილია. ანუ ერთ-ერთი აი ამ წერტილთაგანი მოგვცა რა. ხო, სად ვართ? ხო, და ასე შემდეგ. ეს len-ი არის უბრალოდ აი მე რომ ამას გამოვიძახებ. len. დამიწერს წერტილების რაოდენობას. ნუ ეხა იმისთვის რომ დავარწმუნოთ რომ ეს len-ი საჭიროა, აი აქ რომ დავწერო რაღაც სხვა. ესეთი რაღაც. მოგწევს შეცდომას. იმიტომ რომ ეს ნუ ჯერ ერთი ამანი ინტეჯერი უნდა დააბრუნოს და აქ სტრიქონი მივეცი, აი დავწეროთ რაღაც დიდი რიცხვი, ხო? ეს დიდი რიცხვი. ანუ აი ამ Python-ის ჩაშენებული ფუნქციით შემიძლია რომ ეს len ფუნქცია განმარტო რა, აი მას აკეთებს. ანუ ამ ჩვენ შემთხვევაში აქ გავუწერეთ რომ ეს არის თვითონ აი ამ x-ის რომელიც არის აი ეს x training-ის ზომა. ორივე გავუშვათ. და დავწუნეთ, რომ ეს მეორეც სწორად მუშაობს val-ds-ი, ანუ validation set-ი. ხო, აქ კიდევ ერთი მომენტი არის. კიდევ ერთი სინონიმია, ცოტა ცუდად მიწერია, მაგრამ რეალურად test, development და validation. აი ეს ყველაფერი იხმარება როგორც სინონიმი ამ შემთხვევაში რა. ნუ ეს
ასე არ უნდა დამეწერა თავიდან, მაგრამ რა ვქნათ ეხა ეს რო არ შეგვეშალოს ეს ყველაფერი სინონიმებია, ანუ გამოყოფილი ცალკე სეტი. ხო, ეხლა აქ რას ვაკეთებთ? ანუ, აი, ეს მონაცემები გვაქვს. ყველა წერტილი გვაქვს და ეხლა მოდი პირველ რიგში უნდა შემოვიღოთ loss ფუნქცია. ნუ loss ფუნქციას ეხლა არ ავხსნი რა არის, ნუ ეს გავლილი მასალაა. და აქ მაქვს უბრალოდ იმპლემენტირებული ლოჯისტიკური რეგრესიის კლასიკური loss ფუნქცია, რომელშიც ესე იგი შედის y და ანუ ეს true label-ები, ანუ რეალურად ეს ჩვენი ამოცანის შემთხვევაში ეს ჩემი წერტილი ერთიანია თუ ნული რეალურად რა არის და y პრედი არის მოდელის prediction-ი, ანუ მოდელმა რა თქვა ერთიანია თუ ნოლიანიაო. და აქაც მიწერია ეს ტექნიკური ტერმინია, ჯერჯერობით არ არის აუცილებელი ვიცოდეთ და ნუ x-ი არის ორობითი label-ი. ეს არის უბრალოდ იმის ალბათობა y ერთია თუ არა, ანუ ყვითელიც მარტივად რო ვთქვათ, რომელი წერტილია, რომელი კლასის ეკუთვნის, ლურჯს თუ ყვითელს. ხო, ეხლა ამას არ ვიტყვით აქ რა არის, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ რაც ლოჯისტიკური რეგრესიის ფორმულაა, იმის ჩაწერა PyTorch-ში, მეტი არაფერი. ოდნავ დაზუმოთ შეგიძლიათ? ცუდად მესმის, შეგიძლიათ გაიმეოროთ? ოდნავ რო დაზუმოთ. კი. ხო, ასე კარგი. ესე კარგად ჩანს? კი ბატონო. ხო, და ნუ ეს გვაქვს ეს ფუნქცია. ეხლა რა გვინდა ჩვენ? train loop ეს არის ესე რო ვთქვათ. ხო, ეხლა კიდევ ერთი მომენტი არის, რომელიც უნდა აიხსნას. ეს არ ვიცი მე ლოჯისტიკურ რეგრესიისში აგიხსნეს თუ არა ეს ბაჩებად დაყოფა. თუ არა გიხსნეს, მაშინ აქ უნდა ვთქვათ და მოდი რაღაც დონეზე მაინც ვთქვათ. ანუ ესე იგი ჩვენ ისე ამას დაუბრუნდები. თავიდან ანახაზი გქონდა. ანუ ეს loss ფუნქცია დავწერეთ. და შემდეგი ჩვენი მიზანი იქნება, რომ ფუნქციის მინიმუმი უნდა ვიპოვოთ, რომ ეს პარამეტრები ავიღოთ, მაგრამ ეხლა ეს მინიმუმი პოვნა როგორ ხდება? ეს ხდება gradient descent-ის ალგორითმით. ერთზოდ ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ stochastic gradient descent, რომელსაც ვქვია SGDS, ამ ტერმინს გაიგებთ შემდეგ ძალიან ბევრგან. და ეხლა ვისაუბრებთ ცოტა ხანი თვითონ ეს ალგორითმი რაში მდგომარეობს, ანუ ფუნქციის მინიმუმი როგორ უნდა ვიპოვოთ. ამასაც ძალიან ზოგადად ვხსნით თეორიის გარეშე, იმიტომ რომ ნუ ეს წინა მასალებში ეგრეც ნახოთ. ოკეი, ანუ მოდი აი აქ ქვემოთ დავწეროთ. ანუ დაახლოებითი მიდგომა ასეთია, ესე იგი, მე მქონდა 280 ცალი წერტილი. ესეთი 280 წერტილი მაქვს. და პირობითად შემომაქ ესეთი პატარა სიმრავლის განმარტება, თქვა, რომელსაც დავარქმევ batch-ს. და ამ batch-ის ზომა დავუშვათ არის პირობითად 50. ანუ მე ამ 280 წერტილიდან სათითაოდ განვიხილავ 50 წერტილს. ნუ მიზეზი ეხა რატო 280 ეს არ განვიხილავ და 50-ს მოდი ცოტა მერე ვთქვათ, ეხა უბრალოდ ვიგულისხმოთ, რომ ცოტას ვიღებთ. ეხა მე უნდა ავდგე და უნდა გამოვთვალო ამ loss ფუნქციის ამ loss ფუნქციის წარმოებული აი ამ batch-ზე, ანუ ამ 50 იმაზე.
პარამეტრების მიმართ და ნუ ეს არის თავიდან რომ ვახსენეთ backpropagation ალგორითმი, რომელსაც ახლა დეტალურად აქ ვერ ავხსნი და თუმცა წინა წლის ლექციაზე მაქვს დეტალურად ახსნილი და ფურცელზე არის გავლილი ზუსტად step by step როგორ მუშაობს, ანუ ვისაც ექნება სურვილი ამ ლექციის გავლის შემდეგ შეგიძლიათ იქ ნახოთ. თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან აი როგორ ვთქვათ, ანუ 99% შემთხვევებში შეიძლება არც დაგჭირდეთ ეს ამ ალგორითმის იმპლემენტაცია ნოლიდან. თუმცა სასურველია და რაღაც დონეზე უკვე საჭიროც არის, რომ იცოდეთ როგორ მუშაობს. თუმცა კრიტიკული არ არის ამ მომენტში. ერთადერთი უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ალგორითმი გვაძლევს იმას, რომ loss ფუნქციის წარმოებულები დავთვალოთ ნეირონულ ქსელში ეფექტურად, ანუ ძალიან სწრაფად. და შემდეგ ამ ნეირონული ქსელის პარამეტრები უნდა დავააპდეითოთ ასეთი ფორმულით, ანუ ამ პარამეტრს უნდა დავამატოთ რაღაც კონკრეტული კოეფიციენტი, რომელსაც learning rate დავარქმევ გამრავლებული ამ პარამეტრის წარმოებულზე. ესეთი ალგორითმია. ამის იმპლემენტაცია უნდა დავწეროთ ახლა და ნუ ამას ვიმეორებთ, სანამ ეს loss ფუნქციის მნიშვნელობა საკმაოდ დაბლა არ დაიწევს. აი ძალიან უხეშად მოვყევი ახლა, მაგრამ რეალურად ეს გვაქვს გასაკეთებელი. ნუ ამისთვის საჭიროა ახლა რომ მერე სახში რომ ეს ყველა სტეპი დეტალურად ნახოთ რა, იმიტომ რომ ახლა უბრალოდ ასეთ პირობებში საკმაოდ რთულია რომ ამის სიღრმისეული თეორია აიხსნას. ოკეი, ახლა მოდით დავუბრუნდეთ. ანუ ეს იყო ჩემი loss ფუნქცია. PyTorch-ი ავტომატურად მაძლევს მე წარმოებულების გამოთვლას, იმიტომ რომ ეს backpropagation ალგორითმი თვითონ PyTorch-ში არის ჩაშენებული. და ყოველთვის ამას ვიყენებთ, ან ნულიდან არასოდეს არავინ არ წერს. ერთადერთი მიზეზი ის გამოს ნულიდან დავწეროთ, ანუ ერთხელ უნდა დავწეროთ, რომ უბრალოდ ვიცოდეთ როგორ მუშაობს. და Discord-ზე სავარაუდოდ გააზიარებენ წინა წლის მასალებსაც, უბრალოდ უკვე არის გაზიარებული და იქ შეგიძლიათ ნახოთ, ანუ კოდიც მიწერია, ვისაც აინტერესებს, რომ Python-ში ნოლიდან დაწეროს ეს ალგორითმი. მაგის კოდიც არის მარტივ მაგალითზე. ოკეი, და ნუ ახლა გვაქვს თავარი ფუნქცია, რომელშიც ხდება ნეირონული ქსელის დატრენინგება. ანუ ამას ხშირად ლიტერატურაში მოიხსენიებენ როგორც training loop. ანუ დატრენინგების ციკლი, ანუ ციკლი იმიტომ ქვია, რომ ამ 280 წერტილზე რამდენჯერმე გადავივლით, ესე რომ ვთქვათ. და ამას გადაეცემა თვითონ ჩემი მოდელი, მონაცემები, ანუ ეს ტრენინგის და ტესტ სპლიტი. ანუ ეს თვითონ ალგორითმი რო 10 ჯერ 10 iterაცია მოვახდინოთ ალგორითმის და ეს LR-ი, ანუ learning rate-ი, რაც ზემოთ ვახსენეთ, რაღაც კოეფიციენტია, პირობითად ამ შემთხვევაში ავიღებთ 1/1000-ს. ეს და ეხლა მოდით განვიხილოთ step by step აქ რას ვაკეთებთ, აი რაც იქ მოვყევით, იმას ვაკეთებთ. Model train-ს უბრალოდ უნდა დავწეროთ, ამას ალბათ შემდეგ ლექციებში არ ვიცი, ვინც იქნება ლექტორი ის იტყვის რა საჭირო არის. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ამ მაგალითის შემთხვევაში არ გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან მარტივი მოდელი გვაქვს და არაფერი ისეც არ ხმარობ, რასაც ეს სჭირდება, თუმცა ეს მაინც სასურველია რომ დავწეროთ, რომ რამე არ გამოგვევაროს მე. თქვათ მოდელს შევცვლით ან რაღაც. აქ ვინახა უბრალოდ loss ფუნქციის მნიშვნელობებს, რომ მე დავბეჭდო. აი აქ ვბეჭდავ. ანუ აქ ხედავთ, რომ ნელ-ნელა ეს loss-ი იკლებს, რაც კარგია, ანუ მოდელი სწავლობს. ხო. აქ გვაქვს ეს 10 ჯერ გავაკეთებთ ციკლს და აქ რო თქვი, ესე იგი ბაჩის ზომა დავაფიქსირე 30, ანუ ამ 280-დან 30 წერტილს განვიხილავ ერთ iterაციაზე. ხო, აქ ხდება ამ წერტილების აღება,
ანუ მე რეალურად ამ 280 წერტილიდან რანდომულად ავარჩევ 30 წერტილს. აქ ხდება forward pass-ი, ანუ forward pass-ი წინა ლექციაზე როგორც თქვით, არის რომ უბრალოდ ეს ჩემი ბაჩი, ანუ ამ შემთხვევაში 30 წერტილი გაივლის ამ ნეირონულ ქსელში და მივიღებ მნიშვნელობებს. ანუ logits ესეთი ლიტერატურაში არსებობს დამკვიდრებული ტერმინი. თუმცა ეხა ეს რატო ქვია ეს ალბათ შორს წაგვიყვანს. რეალურად ეს არ გვინდა, ანუ რაღაცა აუთპუთებია, რაღაც რიცხვები გვაქვს. მოდი ესე შევხედოთ. და ჩვენ გვინდა მივიღოთ ალბათობები, ხო? ანუ ლურჯი წერტილია თუ ყვითელი. ამიტომ ეს ნამდვილი რიცხვი რო გადავიყვანო ალბათობაში, გავატარებთ სიგმოიდში. და აქ უკვე აქ მე შეიძლება ძალიან დიდი რიცხვები მქონდეს მოდულით. და აქ უკვე უეჭველად ვიცი რომ 0-1 დიაპაზონში. ამიტომ შემიძლია ამ რიცხვის ინტერპრეტაცია როგორც ალბათობა, რაღაც ალბათობა. რა არის ალბათობა რომ მოდელი არის? რა არის ალბათობა რომ წერტილია ლურჯი თქვა? და აქ უბრალოდ მე ამ loss ფუნქციაში შევუშვებთ prediction-ებს და label-ებს თვითონ ანუ რეალურ მნიშვნელობებს და მოდელის prediction-ებს. მივიღებთ რაღაც მნიშვნელობებს და აქ უშვებთ backpropagation algorithms, ანუ მოდელის პარამეტრების წარმოებულების გამოთვლას, რომელიც როგორც თქვით, PyTorch-ში არის იმპლემენტირებული უკვე. და აქ ვაკეთებთ ამ ჩემი ნეირონული ქსელის, ანუ რაც ქონდა მოდელის პარამეტრების updates, ანუ ამ პარამეტრს გამოვაკლებ learning rate-ი გამრავლებული პარამეტრ წერტილი grad. ეს grad არის PyTorch-ის კომპონენტია თვითონ. და აი ამ ფუნქციას რო გავუშვებთ, ამ grad-ში უბრალოდ ინახავს ყველა პარამეტრის წარმოებულს. ოკეი, და ეს არის უბრალოდ რომ ჩვენ ამ წარმოებულებს რო გამოვიყენებთ შემდეგ იტერაციაზე აღარ გვჭირდება და უნდა გავანულოთ უბრალოდ. ესეთი რაღაცა, ამასაც დეტალებში არ ჩავეძიებით. შემდეგ აქ უბრალოდ test set-ზე ვითვლით მოდელის loss ფუნქციას. და აქ უბრალოდ ვინახავ მასივში loss ფუნქციებს და აქ ვეჭდავ ესე step და train loss და dev loss და აი აქ არის ეს output მოდელის, ანუ 50 იტერაციაზე უშვებ და ყოველ იტერაციაზე მიწერია რომ ეს training loss-ი მცირდება. მცირდება რა, ანუ ეს სწავლის პროცესია ესეთი. აი ბოლოს უკვე საკმაოდ დაბალია. ეს არის თვითონ გრაფიკი. ნუ ამ გრაფიკზე ალბათ გახსოვთ წინა ლექციებიდან, რომ თუ ეს test set-ზე loss-ი თანაბრად მცირდება training-ის loss-თან ერთად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ოდნავ მეტია training loss-ზე, ეს კარგი შედეგია, იმიტომ რომ ეს გვაძლევს, რომ ესე იგი მოდელს აქ განზოგადების უნარი არ მოხდა overfit-ი. და საკმაოდ სტაბილურია, ანუ რაღაც შეცდომები ან რაღაც თვითონ არქიტექტურაში პრობლემები არ აქვს. და ნუ ეს არის საბოლოო შედეგი. ეხლა პატარა ექსპერიმენტივით რო ჩავატაროთ, მაგალითად, შევადაროთ მოდი ჯერ არაფერი არ დავატრენინგოთ და ვნახოთ რა შედეგს მოგცევს. აი მაგალითად შევქმენი ეს ჩემი ნეირონული ქსელი და აქ მივცემ მე პირობითად მოდი ამას საერთოდ ან 0-ს დავწერ მოდი და გავუშვათ ეს 0 ეპოქაზე, ნუ რაღაც რანდომული რაღაც სურათი მივიღეთ და რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. 1-ზეც ავარავდოთ. ეს 0.8 ეს learning rate-ია, ოკეი, მოდი აქ დავწეროთ 0.8 და იყოს default-ი. 1-ზეც არაფერი არ ქნა. 5 იტერაციაზე ცოტა დაემსგავსა რაღაცას. 10 20-ზე ვნახოთ. ხონუ 40 უკვე მეტნაკლებად საკმარისია, რომ რაღაცა ხა მოდი ვთქვათ, დავწეროთ 200 პირობითად, რა სიზავს 200-ზე.
ხო 200-ზე აი თუ დააკვირდებით აქ მივიღეთ ნანი-b ანუ ნანი PyTorch-ის და NumPy-ში ნიშნავს not a number და ეს ჩვენ გვაქვს იმ შემთხვევაში თუ მოხდა floating point რიცხვის გადავსება ან ნულზე გაყოფა ან მსგავსი ტიპის შეცდომა რომელიც რეალურად არ უნდა მოხდეს. ეს ახლა რატო ხდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ამას თავისი მიზეზი აქვს, თუმცა ეს ცალკე ლექციების თემა არის. აქ ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი მივეცით, ანუ ეს არ არის საჭირო, ან მეორე რომ learning rate-ი შეგვიძლია შევამციროთ, მაგალითად 0.ვის მაგიროთ დავწერ აი ამას. დავაკვირდები უბრალოდ რა სიზავს. ნუ კაი 0 არ მივიღე. და აქაც ახლა ძალიან ცუდი შედეგი მომცა. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ 0.001 ძალიან პატარა არის და ცოტა უნდა აუწიო. მაგალითად, მოდი ესე დავწეროთ. ეს რა სიზავს ნახოთ. ხო, ესეც არ იყო. მოდი, აბა ესე ვცადოთ. ხო, ამაზე ქნა რაღაცა. ანუ მოკლედ მთელი მუღამი არის machine learning engineering-ის რომ რაღაც გარკვეული ინტუიცია შეიქმნას ეს პარამეტრები როგორ ცვალოს ამოცანებზე და როგორც ხედავთ ბევრი ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროთ რომ ნახოთ რა როგორ სწავლობს რა ეს ნუ სახში ამას შეგიძლიათ წაივარჯიშოთ რა და როგორ შვება ეხლა მოდი დავაკვირდეთ აბა ერთი loss ფუნქციას ამან რა ქნა 200 iterაციაზე აჰა სხვა რისურათი ვიღებდა. აი. ხო ნუ ეს პრინციპში ეს თელი ფილოსოფია ეს არის. უბრალოდ აქ რაც თუ გავა, ეს კოდი არ შეიძლება, რაც თუ გავა, ან სხვა ლექციებზე უბრალოდ რაც დაემატება არის, რომ უფრო სიღრმისეულად გაიგებთ თითოეული კომპონენტი რას აკეთებს და პატარ-პატარა რაღაცები ექნება, თუმცა ეს ტემპლეიტი ძირითადად ეს არის. ოკეი, ეხა შემდეგი ტოპიკი შემდეგი ტოპიკი აქ ჩვენ გვაქვს რეალურად როგორ მოვიქცეთ თუ 2-ზე მეტი კლასი გვაქვს. თუმცა ეხლა რამდენად ღირს მოდი და მიახლოებით მაინც გავიაროთ ესეც რომ შემდეგ პატარა წარმოდგენა გქონდეთ. ანუ ეს ახლა 2-ზე მეტი ორგანაწილებას 2-ზე მეტი კლასი რას ნიშნავს, რომ მაგალითად სამობითი კლასიფიკაცია, ანუ მე მქონდა წერტილები, ორი ტიპის, ლურჯი და ყვითელი და დავუშვათ მაგ 3 კლასი, ანუ სურათების კლასიფიკაცია ამოცანა შევცვალე, თქვა პირველი კლასი არის კატა, ძაღლი და ცხენი, ანუ სურათი მაქვს და უნდა ამოვიცნო რა ცხოველია ამ 3-დან ერთ-ერთია. ახლა ამას როგორ გავაკეთებთ მაგალითად? ხო აი ბოლო შრეზე ხა ჩვენ x სიგმოიდი აღარ გამოგვადგება, ანუ იმიტომ რომ ალბათობა გვაძლევს 2 კლასს, ანუ ან 1-ია, ან მეორეა, ხო? თქვა, მაგრამ 3 კლასზე უკვე აღარ გვაწყობს და ამისთვის ცოტა უნდა შევცვალოთ ჩვენი ნეირონული ქსელის ბოლო შრე. და ნუ ამ რაღაცის, ესე იგი, ფუნდამენტური კონცეფტი არის, რომ როგორ გავზომოთ პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, ანუ თეორიიდან არის როგორ უნდა გავზომოთ ორ განაწილებას შორის, ანუ განაწილება არის უბრალოდ რაღაც ამ შემთხვევაში 3 ცალი რიცხვი, აი ეს, რომელთა ჯამი არის 1, ანუ 0.9, 0.1 და 0, აქაც 0.5, 0.5 და 0, ანუ ჯამი ყველა ვარიანტში 1 უნდა იყოს და განაწილება არის უბრალოდ ჩვენ გვეუბნება ეს რომ 0.9 ანუ 90% ალბათობით ეს არის კატა 10% ალბათობით ძაღლი და ცხენი არ არისო ანუ აქ პირიქით ანუ კატა არ არისო და 0.5 ან ძაღლი ან ცხენი ანუ მოდელის prediction-ის ალბათობებია აი ამ 3 კლასზე რა ეს არის ამ შემთხვევაში განაწილება ეხა პირველი შეკითხვა რაც უნდა დაისვას არის თქვა ორი განაწილება გვაქვს და რამდენად ახლოს არის ეს ორი განაწილება ერთმანეთთან და ამისთვის მათემატიკაში არის ესეთი ჯვარედინი ენტროპია ქვია ინგლისურად cross entropy რომელიც ფორმულა არის რაღაცა მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა ამ ფორმულას ამ ფორმულაში შევიყვანთ ამ ორს და ერთი რიცხვით მეუბნება რამდენად ახლოს არის ერთმანეთთან
აი ხა პირობითად რომ ეს გავტესტო მე მაგალითად 2 კლასზე განვიხილავ დავუშვათ 0.7 0.3-ზე იყო ჯამში არის 1 რეალურ ამოცანაში ეს შეიძლება ნიშნავდეს რომ თქვა იმეილი სპამი თუ არის ეს არის 0.7 ალბათობა და სპამი თუ არ არის 0.3 ალბათობა და მოდი ეს ამ კოდში ახლა მე ამ კოდში რა ხდება ახლა რომ ეს კოდი რო გავუშვათ იმ ამ კროს ენტროპიის ფორმულით ვითვლი უბრალოდ სხვადასხვა მნიშვნელობებს ანუ აქ მაგ აი როგორც ხედავთ სხვადასხვა მნიშვნელობები მაქვს ანუ პირველი რიცხვი და მეორე რიცხვი იცვლება და რომელი იქნება ყველაზე ახლოს ამასთან აი ხა ნუ რა თქმა უნდა ეს იგივეა ხო ამიტომ ეს კროს ენტროპიის რიცხვი ამ შემთხვევაში არის 0.71 ეს ოდნავ განსხვავდება ანუ 65 აქ 35 წერია და აქ ეს რიცხვი ოდნავ მეტია აქ უფრო განსხვავდება ეს კიდევ მეტია ახლა აი აქ მაგალითად რომელიც საერთოდ განსხვავდება ძალიან დიდია ეს რიცხვი ესე ძალიან განსხვავდება აქაც საკმაოდ დიდია თუმცა ეს უფრო ახლოს არის იმიტომ რომ აქ გქონდა ჩვენ 0.7 0.3-ზე და 1.0-ზე უფრო ახლოსაა მაგასთან ვიდრე 0.1-ზე შესაბამისად ეხლა აქ ჩვენ თუ ამას დავაკვირდებით მივხვდებით რომ რაც უფრო ახლოს არის ჩემი განაწილება თუ განაწილებასთან ეს კროს ენტროპია უფრო პატარა უნდა იყოს ანუ ერთი რიცხვით შემიძლია მე შევაფასო დისტანცია რა ორ განაწილებას შორის ამას მაძლევს ეს კროს ენტროპია ხო და ნუ PyTorch-ში ეს პირდაპირ დევს აი ესეთნაირად binary cross entropy ან binary იმიტომ რომ ორი ცალი რიცხვი აქვს ეს ფორმულა პირდაპირ დევს და შემიძლია პირდაპირ აი ესეთნაირად აქ მიწერია კოდი როგორ გამოვთვალოთ ეხლა ეს просто დაიმპორტებული არა გვაქვს ეს არა მოკაშვებული ხო და მეორე ფუნქცია არის softmax-ი, ანუ softmax-ი არის ფუნქცია ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ალგორითმის გარჩევის გარეშე, რომ ესე იგი შედის რაღაცა ლისტი Python-ის. აი მოდი ამას ახლა დავაკომენტარებ ჯერჯერობით. ანუ რაღაცა ლისტი შედის, აბსოლუტურად ნებისმიერი და რაღაც სხვა ლისტს მაძლევს იგივე მნიშვნელობის, ოღონდ ერთი პირობით, რომ ამათი ჯამი არის ერთი სტოლი და პროპორციები შენარჩუნებულია. ანუ აქ თუ იყო ყველაზე დიდი რიცხვი, აქ ყველაზე პატარა რიცხვი და აქ საშუალო რიცხვი, აქაც იგივეა. ანუ ეს არის ყველაზე დიდი რიცხვი, ანუ -1 ხარისხში, ეს არის ყველაზე პატარა რიცხვი და ეს არის საშუალო რიცხვი. ანუ ამ პროპორციებს ინარჩუნებს რა. ანუ ხა მათემატიკურად ეს არის უბრალოდ ნებისმიერი Python-ის ლისტი, რომ გარდაოქნა მე განაწილებაში. ანუ განაწილება რა იყო, როგორც თქვით, ჯამი უნდა იყოს ერთი სტოლი და თითოეული რიცხვი უნდა იყოს ეს რა ქვია, კონკრეტული ალბათობა. ამას აკეთებს ეს softmax-ი, ანუ ახლა თუ დააკვირდებით, sigmoid-ი ამას აკეთებდა ერთი რიცხვის შემთხვევაში, ანუ რაღაც რიცხვი შედიოდა და 0.1 ინტერვალში გამოდიოდა რიცხვი და ეს softmax-ი უბრალოდ აკეთებს ბევრი რიცხვისთვის რა, აი უხეშად შეიძლება ესე გავიგოთ. ხო, ნუ ეს საშინაო დავალება არის. კარგად რომ გაიაზრეთ ამ ყველაფერს, მე შეიძლება ნახოთ. ხო, იფიქროთ, ChatGPT-ს კითხოთ და გაიაზროთ პასუხი. ხო, და ეს ხო, ეხლა რა ხდება? ამ softmax რაში მჭირდება საერთოდ მე ეს softmax, ხო? ანუ აქ ესეც საშინაო წინა წელს ესეც საშინაო დავალება იყო, ანუ რეალურად იქ მქონდა ეს რაღაცა რომ გადააწყეთ ხო. ნუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ უბრალოდ აი წრეწირების დატა რაც არის აი ეს დატა შეგვიძლია სახში უბრალოდ
გადააკეთოთ კოდი, პრინციპი ChatGPT-საც შეუძლია ამის დაწერა, რომ თქვათ მესამე წრეწირის დაამატოს, ანუ მესამე კლასში შემოვიდოთ წერტილების, ანუ ეს დატა დააგენერიროთ სამ კლასზე. შესაბამისად შეცვალოთ მოდელი და უბრალოდ რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ ad არის ეს მოდელი შემომაქვს, აქ ბოლოს output-ზე უკვე ერთის მაგივრად 3-ს წერ. იმიტომ რომ 3 რიცხვი მაქვს. აი გავუშვათ ეს. ანუ იქ წინა შემთხვევაში მეწერა ესე. output-ზე მქონდა ერთი ცალი. აი აქ. ამ შემთხვევაში დავწერ 3-ს და ბოლოს უნდა გავაკეთოთ ეს softmax-ის layer-ი, რომ ეს 3 რიცხვი გადავიყვანო ამ ალბათობაში, ანუ პირველი ლურჯი წერტილია, ყვითელი წერტილია თუ რასაც დაამატებთ, წითელი თუ რაღაცა ის იქნება. და ეს არის უკვე გადაწერილი ნეირონული ქსელი, ხო, sequential უბრალოდ PyTorch-ში ნიშნავს, რომ ეს ორი აიღოს ეს ნეირონული ქსელი და ბოლოს დაუმატოს ეს შრე. და მივიღებთ საბოლოო ჯამში ასეთ რაღაცას, რომ აი sequential, ანუ ნულოვანი კომპონენტი არის თავარი ნეირონული ქსელი და მერე გვაქვს ეს softmax-ი უბრალოდ. აი ეს რაღაცა გვაქვს და ნუ ეს იგივენაირად ტრენინგდება. და უბრალოდ შემდეგ უკვე პატარა მოდიფიკაცია მოგიწევთ, რომ output-ზე მაქსიმალური რიცხვი აიღოთ. ანუ აქ თუ მე მაქვს პირობითად 1, 5 და 9, აქ უნდა ავიღო აი ეს ყველაზე მაქსიმუმი რაც არის და იმის კლასი, ანუ ამ შემთხვევაში მესამე რიცხვი იქნება ჩემი prediction-ი. ანუ მოდელმა თუ დააბრუნდა პირობითად 4, 10 და -2 და softmax-მა ეს გარდაქმნა პირობითად 0.2 თქვათ, აი პროპორციები რომ შევინარჩუნოთ 0.7 და 0.1, ხო? ნუ ჯამში 1 ტოლია და ამ შემთხვევაში მაქსიმალური რიცხვი არის მეორე და ამიტომ მოდელის prediction-ს აღვქვავთ როგორც 2-ს. ნუ 2 იქ თქვათ უნდა განმარტო რა არის რა, აი ამ შემთხვევაში სად იყო? აქ თუ იყო კატა, ძაღლი და ცხენი, ანუ ეს კატა არის პირველი კლასი, კლასი 2 არის ძაღლი და კლასი 3 არის ცხენი და აქ 2 იქნება ძაღლი ამ შემთხვევაში. ანუ ამოცანას გააჩნია და თქვენ როგორ დააქმნით რა? ესეთი რაღაცა. ხო. ნუ კაი ეს გავედით ბოლოში, ესე რომ ვთქვათ. ეხლა საშინაო დავალებას რაც შეეხება. კაი მოდი მე ეხლა ჯერ რეკორდინგს გამოვთავ და შემდეგ ვიტყვი. ეს უკვე ლექციის მასალა აღარ არის. ოკეი. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ ორ ლექციას, ნუ პირველ რიგში ეს ყველაფერი ეხლა ძალიან ბუნდოვნად ვილაპარაკე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ კვიზზე, აი თავიდან რო თქვით კვიზი, მე ცოტა არ იყოს, ანუ ვერ მივხვდი ვინ როგორ მომყვება და ეხლა ცოტა სიღრმისეულ რაღაცებს აზრი არ ქონდა უბრალოდ საუბარი და ბევრი რაღაც ძალიან ბუნდოვნად მოვყვევი. თუმცა ანუ საშინაო დავალება მაინც საშინაო დავალებად რჩება, ანუ ესენი კარგად უნდა გაიაზროთ ყველაფერი, შეგიძლიათ Discord-ზე მომწეროთ, ან დამთაგოთ. წინა წლის ლექციები დაიდება Discord-ზე, სადაც იგივე მასალა იგივეა, თუმცა უფრო სიღრმისეულად არის ახსნილი. Back propagation algorithm-იც გავლილია, ანუ საჭიროა რომ ისიც ნახოთ კარგად და ამ ყველაფერზე ივარჯიშოთ რა. და აი ეს თქვა წინა მასალიდან კვიზზე რაც თქვით, ლოჯისტიკურ რეგრესიაში რაც იყო სიღრმისეული კი არა, ეს ფუნდამენტალური საკითხები. ეხლა წავშალე მე მგონი აღარ არის. ხო, ანუ ისინიც მნიშვნელოვანია, რომ ვის თუ არა გაქვთ ან არ გახსოვთ, აუცილებელია რომ იმათაც გაგახადოთ რა, რომ ეს ყველაფერი გაიაზროთ კარგად. ხო, ნუ საქმე საკმაოდ ბევრია, მაგრამ ნუ ეს საკმაოდ რთული მასალაა და აუცილებელია რომ ესე ეტაპობრივად მივყვეთ რა. ანუ მე ყველა ვარიანტში დაგეხმარებით, კითხვები მომწერეთ ან დამთაგეთ და რა მასალების თუ დაგჭირდებათ, რამე დამატებითი შემიძლია გაგიზიაროთ. კარგი, რავი, კითხვები თუ გაქვთ თუ არა და დავასრულეთ დღეს.
აი, აბა, წარმატებები და დაველოდებით თქვენ კითხვებს დროებით. ნახვამდის. This.